ძალიან ბევრი ახალგაზრდა იღუპება თან ბავშვი. ზოგჯერ არის ხოლმე, ხო, ჩვენს იგული, ხო, ერთვა ყველა ჯოღარ დაწერს. და ისიც ხოლმე შეკითხვა სად არის სამართალი. ამ შეკითხვას კი გძნობთ, რომ რაღაცა თლათ არ არის საფუძველი, მაგრამ პასუხი უნდა ადამიანს. აწუხებს და ბუნებრივი კითხვა არის ეს, უბრალოდ ამ კითხვის არში ბოლომდე არ უნდა დარჩე. თორემ მე მიდიხარ ღვთისგმობამდე და შევეცდები სულ სხვა რაკურსით დაგანახოთ ადამიანის გარდაცვალება. უფალი ამბობს ასეთ სიტყვებს. ყველას გაგახსენდებათ, დარწმუნებული ვარ. მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა. მე ვარ ღმერთი ცოცხალთა და არა მკვდართა. ანუ ამბობს ერთ რთულ წინადადებას, გრამატიკულად რო ვთქვათ, რომელიც შედგება ორი მარტივი წინადადებისგან. მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა და ამ სიტყვებს, როდესაც ამბობდა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, მაშინ აბრაამიც, ისააკის და იაკობის გარდაცვლილები იყვნენ. და მე აგრძელებს როგორ? მე ვარ ღმერთი ცოცხალთა და არა მკვდართა. ხო, მაგრამ ისინი ხო გარდაცვლილები იყვნენ, იმის ღმერთი თუ არის, მაშინ ცოცხლების ღმერთი, მკვდრების ღმერთი არა ვარო, მეო, ცოცხლების ღმერთი ვარო. ანუ ან ერთი პირველი ნაწილშია ტყუილი, ან მეორე ნაწილშია ტყუილი. ხო ასია. საქმეს მაგაშია, აი ღმერთის წინაშე არავინ არ კვდება. ქართველმა თქვა საოცარია ჩვენი ტერმინები. ამ ქვეყანას დაარქვა აქ, სააქაო. იმ ქვეყანას დაარქვა იქ, საიქიო. აქედან გადადის იქით. ანუ სააქაო და საიქიო. გარდაცვალება კიდე. ეს არის რაღაც, ეს არის უნიკალური სიტყვა ქართველებმა რო გვაქვს. რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით აზრობრივად მე ვფიქრობ არც ერთ ერში არ ითარგმნება. გარდაცვალება არ ნიშნავს გაქრობას და სიკვდილს. გარდაცვალება ნიშნავს გარდასახვას, გარდასვლას. ანუ გარდაცვალება, გარდავიდა, ცვალებადობა, ანუ შეიცვალა გარდა, ცვლილება მოახდა და ანუ გარდასახვა ნიშნავს ცვლილებას, ხო ასე? აი, შეიცვალა ადგილმდებარეობა. ბუნებრივი არის ის, რომ ჩვენ გვენატრება ჩვენი გარდაცვლილი. ეს არის ბუნებრივი. მონატრების დროს თუ ცრემლი მოგდის, ესეც ბუნებრივია. დიდი ხნის უნახავი ადამიანი რო ხავს, ოჯახის წევრი, მაგალითად საზღვარგარეთ წასული. რომელი ხართ თუნდაც ერთი, რომელსაც იტყვით, რომ ცრემლი არ წამოსვლია მისი მონატრების დროს. არც ერთი არ აქვს ასეთი. ხო, მაგრამ საზღვარგარეთ არის, არცად არ არის წასული, სხვა საზღვარგარეთაა. მოგენატრა მისი დანახვა. კი, ახლა ტექნოლოგიის შეგიძლია მესენჯერში ან ტელეგრამში ან სხვა სოციალურ ქსელებით ნახო, მაგრამ იქ ნახვა სხვა არის და უშუალოდ რომ შეეხები. ხელს მოხვევ, გულში ჩაეხუტები, ან გულში ჩაეხუტები. ეს სხვა არის უკვე. რო გიყვარს და მოგენატრა. აი, მაგალითად შეყვარებული ავიღოთ თუ გინდათ, აი. ო, რამდენი ცრემლი წამოსულა შეყვარებული ნახვისთვის. გოგოსაც და ბიჭსაც კაცო, რა გეცინება გოგო. ხო და, ხო, არ დავიწყოთ შეკითხვა, ხო. მონატრების ცრემლი არის ეს, ჩემო ძვირფასო. მონატრების ცრემლი სიყვარული არის საფუძველი. მაგრამ თუ ცრემლი მოდის სასოწარკვეთილების გამო, აი მე დამთავრდა უკვე ყველაფერი და მორჩა აღარ ეს არის უკვე სასოწარკვეთილების გამო, აი ეს ცრემლი არ არის, ეს არის მიუღებელი. მოვა დრო და შენს გაახვა. იქით წახვალ, სადაც ისაა წასული. მაგრამ ახლა მოდი სამართალზე ვილაპარაკოთ. ერთი რომ ის გასულია, ზოგი ადრე გავიდა, ზოგი გვიან. ახლა რამდენად სამართალი არის. როდესაც შვილი დაიღუპა და მშობელი რჩება. რა თქმა უნდა, ეს სამართალი არ არის. მაგრამ ეს ღვთის უსამართლობა კი არ არის. ეს მდგომარეობა მოწეული არის კაცობრიობის ცოდვის გამო. პირველი დედა ვინ არის? ევა, ხო არის პირველი დედა.
ევამ გამოცადა სწორედ ის, რასაც განიცდის ჩვენი ძვირფასი შვილი გარდაცვლილი დედები. პირველმა დედამ გამოცადა. და ყოველთა დედა ვინ არის? ღვთისმშობელი. მანაც გამოცადა. რატო დაუშვა ღმერთმა ეს? ან თუნდაც ქრისტეს მოკლა რო უნდოდა ჰეროდეს 14,000 ყრმა ჩვილი 2 წლამდე პატარა ბეთლემში და მის შემოგარენში რაც იყო ბიჭი 2 წლის და უდარესი ანუ პატარა ყველა მოაკლებინა რო იქ ქრისტე იქნება ქრისტეს სიკვდილის მოკლის მიზნით რაკელის ტიროდა შვილთათვის და არ უნდოდა ნუგეშინისცემაო, რადგან აღარ იყვნენ ისინიო და არ უნდოდა ნუგეშინისცემა, წერია სახარებაში. რატომ დაუშვა ეს ღმერთმა? რატომ დაუშვა თვითონ ღმერთმა, რომ საკუთარი დედა დატანჯა ერთადერთი შვილის წამებით სიკვდილის ყურებისთვის გაიმეტა. უყურებდა ღვთისმშობელი, ხო და ეს ხო დაუშვა. რატომ დაუშვა ეს? რატომ საკუთარ დედაზე გააკეთა ეს? ანუ უბრალოდ კი არ გვითხრა, რაღაც კი არ გვასწავლა. აღასრულა საკუთარი ნათქვამი. რა? ეს სოფელი არის ამოება და ამოებათა ამოება. ეკლესიასტეში წერია ჯერ კიდე ძველ აღთქმაში. როდესაც ჩვენ ადამიანებისთვის თავარი ხდება ამ სოფელში ვიყოთ და ეს არის ბოლო ჩვენი ფიქრის მიზანი. აქ ვიყო კარგად. უკვე ჩვენთვის მართლა სასწრაფკვეთილების საფუძვალი ხდება ახალგაზრდის გასვლა. მაგრამ თუ ჩვენ სულ სხვა კუთხით შევხედავთ ადამიანის გასვლას ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაზე, ღმერთმა უკეთესად იცის ვინ როდის უნდა გავიდეს. და მთავარია რომ რთული ამის თქმა, მთავარია რომ ცხონდეს ის. მორწმუნე ქრისტიანისთვის მთავარი მიზანია რომ სული ცხონდეს. და არა ის რომ ამ მიწაზე დიდხან იყოს. აი ცოტა პარადოქსი ფრაზა არის და შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეთ. მორწმუნე ქრისტიანი არ ევედრება ღმერთს რომ ამ მიწაზე იყოს დიდხან. მორწმუნე ქრისტიანი ევედრება ლოცვების გადახედეთ ზურბაზებო. აი ლოცვები რაც ლოცვებსაც კითხულობთ. დააკვირდით იმ ტექსტს. არსად ფრაზას ვერ ნახავთ აქ ვიყო დიდხან. დამეხმარო უფალო. როცა წარდგები მაცხონე, გამამართლე, ცოდვები მომიტევე, ჩემი უძლურება შეიწყნარე, არ შემახსენო ჩემი ახალგაზრდობის ცოდვები, ასე და ასე შემდგომ. შენდობას თქო. რატო? როდის გახვალ, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ დავაჩქაროთ ჩვენი სიკვდილი. იმიტომ რომ შენ რომ მოგეცა, მე რომ მომეცა, ჩემი თავი, ხო? და ჩვენ თუ არ უფრთხილდებით ჩვენს ფიზიკურ ჩვენ თავს, ფიზიკურს, რომელიც მოკლავია. გამოდის რომ რაც ჩამაბარა ღმერთმა, მას როგორ გითხრა, აი მაგალითად თითი რომ მოიჭრა და ერთი რამე გმობამდე მიდიხარ, იმიტომ ღმერთმა რაც მოგცა შენ, ის არ უნდა დააზიანო. რა უფლებით აზიანებ და ზალით იავამტყოფებ თავს, ეს სხვა თემაა. ეს არ შეიძლება, მაგრამ ის რომ შენთვის თავარი იყოს, აქ იყო დიდხან, უკვე ცდები ძვირფასო. აი დავაკვირდით, ლოცვებს დააკვირდით, ასე რომ, როდესაც ამ თვალით ხედავ უკვე სამყაროს, სულიერი თვალით რო ხედავ სამყაროს, უკვე ვერ ხსნი, კი ბატონო, მაგრამ სასწრაფკვეთილებაში არ ჩადიხარ და ვერ ხსნი, იმიტომ კი არა, რომ ახსნადი არ არის ახალგაზრდის გარდაცვალება. იმიტომ რომ არ წუდება, ვერ წუდება ჩვენი გონება ამ სიბრძნეს. უკვე ამ თვალით ხედავ ახალგაზრდის გარდაცვალებას და სულ სხვა რაკურსი, სულ სხვა თვალით ხედავ. აი ესე უნდა შევხედოთ, არის ცოტა შორიდან უნდა შეხედო, როგორ უფრო ფართე სპექტრით უნდა შეხედო, იმიტომ რომ მარტო ამ მიწას კი არ უნდა უყურო ძვირფასო. იმ ქვეყანასაც უნდა უყურო და ამ ქვეყანასაც.
ყველაფერს უნდა უყურო მერც ეშმაკის მანქანებასაც უნდა ერკვეოდე რომ გაგაზიაროთ მაღალ ღმერთმა რა ვიცი რამდენად შევძელი რომ ხო ამ კითხვაზე მეპასუხა რა არ ვიცი მაგრამ თუ შევძელი და ცოტათი მაინც დაკმაყოფილდა თქვენი გული მადლობა ღმერთს გისმენთ კითხვა მაქვს აბა გისმენთ ესე იგი ქრისტეს მეორედ მოსვლის